გამარჯობათ მეგობრებო, ამდენი ხნის მანძილზე ავდებდი ვიდეოებს, სადღაც დავიკარგე, გავქრი და უცებ დავსპაუნდი. ახალი მანქანით, ახალი შემართებით, ყველაფერი ახალი. ამ ვიდეოზე ვიწვალეთ ძალიან ბევრი, ჯერ მეტი გადავიხადე, რამდენიც მეგონა რომ დამიჯდებოდა. ვიყიდე მანქანა Toyota GT86 Scion FRS Subaru BRZ, ყველა ერთი და იგივეა, ეს არის Scion FRS 2015 წლიანი. მატორი ამოვაღებინე, თავიდან ბოლომდე დავასერვისე, სალნიკები, პრაგლატკები, რემენი, ახალი რავი, ზეთები, ყველაფერი, არტიფიზი, ყველაფერი ახალი ჩავას. ჩვენ გვინდოდა ყველაფერი რომ გვეყიდა ახალი. ახალი ნაწილებით არის ხა ამ მანქანის მატორი აწყობილი. მოკლედ, ყველაფერი საერთოდ როგორ ავაწყეთ, ეს მანქანა რომელსაც სავარაუდოდ ჯერ თქვენ ეხა ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ედიტში ესე მაქვს. ნახავთ ყველაფერს საერთოდ ამ ვიდეოში. თავიდან ბოლომდე როგორიც იქნება. იყიდე ახალი მანქანა კი აუქციონზე მოვიგე. გორშია უბრალოდ აკეთებენ და პირდაპირ ხელოსათან შეაგდეს რა. სანამ წავალთ ეხა გაჩვენებთ ჩემი მანქანა რა მდგომარეობაშია. დიდი ხანი ვიდეო არ დამიდია, ამ ვიდეოთ ვიწყებ. ასეთ მდგომარეობაშია ეხლა ჩემი მანქანა. დიდი არაფერი არ შემიცვლია. რაც არის იცით პირველ რიგში მაგას ძველ მანქანაზე შევცვალეთ სიდენიები. უკან სუტყავენ იდეაში იგივე ტყავენ, მაგ წინაც ეს გადაკრული მაქვს და მოვაცალო დღეს ერთი ამის დიდ დაცვა. საჭე შევცვალე და მანქანა ტექნიკურად გავმართე და 40 ლიტრა მაქვს კიდე ბენზინი. აგერაკ დათუნა მორბის. ხალახეთ. ოღონდ ხალხო როგორ. კაროჩე ხა მივდივართ ხალხო გორში რომ მანქანა ვნახოთ. ბამპერი ქონდა დაზიანებული, ბამპერი ვიყიდა, საცოლად გამიჭრა ბამპერის ყიდვა, შეღება, გამიჭრა მიახლოებით 200 ლარი, დაყენება მაგის 120 ლარი და ჯამში უკვე კონაოდით საკაიფო. მოკლედ ხალხო, აღარ მაქვს. ლიშენიაზე ვარ. მოვედი თაგერ მანქანა ვნახეთ, ეხა ფოქსების წინაყენია რა. ბეტმენის მანქანა არის, ერთ სული მაქვს გაკეთდება. ბეტმენის მანქანაა ძმა, მეღადავები შეხედ. აბა მოგეწონათ მანქანა? აუ ძალიან მაგარია. მანქანაა და ყველა მაგარია. იმედია კაი გამოსაბოლოო ჯამში. ვიდზე გავდივარ, მაგრამ რავი. აი, დამატებებს გავუკეთებ. ავედით 30000 ლარზე სუპრასპასი. არა, ეგ. მოკლედ ხალხო, ეხლა ავტოს მანქანაში ისეთ ვცვლით. დავიდეთ ჩემი ბიძაშვილის ბოლოდარზე. გასაგებია ხა რომ მაინც და მაინც მანქანაზე რასაც ვაკეთებს ლოგი, მაგრამ გავიცნობ პატარა ლაიფსტაილ ლოგები რა. ავტოს მანქანა ძალიან ხოთზე არის. დისკებს შევცვლი მაქსიმუმ რა. ეხლა პირველად რომელ მანქანას დავაყენებდი. ორივე მანქანა ჩემ გულშია. ერთი მანქანა არის პაპის ნაჩუქარი, ხო? მეორე ჩემი ნაჩუქარი. რომელი უფრო შენ გულთან ახლოს არის? ჯერჯერობით 30 მანქანა. ჯერჯერობით? კაროჩე აი ასეთ მომარეობაში ჯერჯერობით რა. ხო, ეხლა ვაპირებ დაქოქვას არ გინახავს, რავი როგორ მუშაობს. ჩვენ რა თორე იხოს რა. საწოვი რამდენია ძმა, შეხედე. ნახევარი ბაკისავს. კაროჩე მანქანა ისე გაკეთებული რომ ეგრევე დამიჭირონ ძმა. ეს cold start-ი იყო არა? 100%-ზე დაბურული შუშები. 100%-ზე დაბურული თანშუშები. აი ნახე ბოლს როგორ უშვებს. აუ რასუნია ჩემი. რატომ საკ დედის დედა აი ზოთნაწავი. ზოთნაწავი. მან ზეც? მაგის დედა. არა ძმა, ამ ხმაზეა დააჯა. გასაკეთებელია მოტორი აუცილებლად, მოტორი და ამორტიზატორებიც გასული აქვს სავარაუდოდ. რას ფიქრობთ? მანქანაში საკეთებია, გავნავდა. რა, ეს რა გითხრა, რას ფიქრობ? აბა. აუ ცილადი გავიდე. ბიჭო, აუ ამით რო კალახში ვივლი. ბიჭო, რა სტრაფია. რა ჯანდება გაიგე ახლა. შეჩება ეგ რო ამ გზაზე ჩავაჭირო, ვიცი. ამ გზაზე შენი 2.5 დაბუქსავდება. ო, სიგნალი გვაქვს. რა შეჩება? რა გადაწყვიტე? ყიდულობ. წვანეს. ხალხო დაადმატეთ ავტომობილს, ესეთი მანქანა უნდა იყიდოს, არ მაინტერესებს, ესეთი მანქანა უნდა იყიდოს. ჩემი კაროჩე რა. ჩვენ დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Upgrader-ი. სადაც შეგიძლიათ გაანახოთ სკინები, მაგალითად ავიღოთ $100 სკინი, მოუნიშნავთ შანსს, თუ მაგალითად 30%-ში დავაგდეთ, შეიძლება გამოკრათ ხელი უფრო ძვირიან სკინს. გამოვიყენეთ პრომოკოდი DOTEX და მიიღებთ 5% ზემოდან. ასევე გვაქვს მეორე არხზე გათამაშება $100 სკინის, შეგიძლიათ გადახვიდეთ და მიიღოთ მონაწილეობა. წარმატებებს გისურვებთ ყველას და ახლა ჩაუჯექით ვიდეოს. აქ კი ბოლო ზარზე გავყევით ჩემი ბიძაშვილს, რის შედეგადაც სავარაუდოდ ჩემი მანქანა ბოლოჯერ გავატარე. ნუ ახლა ყოველ შემთხვევაში ასე. დედას პიცავარ ამ წამს ავარია მომივიდა. დედას პიცავარ ავარია მომივიდა ამ წამს. აი იმ კედელზე, იმინა აუფრინგ. ავარია მომივიდა და კედელზე აუფრინგ. აი გაუფრინგ. გამო როგორ არაფერი არ წიწო. ეხლა არ გადადიოდა.
ძმობა არაუფრინდით ამის დედა არაფერი დისკი შეიძლება მოგიწიოს გაკეთე რაჭის დისკს რა აი გავხდი ბიჭო ამ წამსმა სად არის აბა აი ახოტილი გა აი გაუფრინდი ხალხო აი ნახეთ კედელს დედა აქ მანქანას არაფერჭის ეგეთი რამე არ მომსვლი არა ღმერთო ძალიან დიდი ნაძვება მაგარი ღმერთო ნაძვება მანქანა მოკლედ 4 თვე გამიძლო არ გაფუჭებულა და 4 თვის მერე მიღალა ნებისმიერი მანქანა რომელიც ავტომატზე არის პიცოტის გარდა 80 შევეჯახეთ გვერდზე ბიჭო მარცხენა ზოლში შუაგზაში მეყიდა რა მოხოვული გზა იყო რა და მარცხით წაიღო მანქანა და უბრალოდ ჩამეკიდა მოკლედ ცეპლები იცოდნენ გაკვა ვერ დაიგო აი რა გაფუჭე და მაგის ის ახლა მცხეთაში ვიყავით არაფერი არ გადამიღე იმიტომ რომ ატურმა გამაჩერე და დაიკიდეთ ეგენი რა მანქანა ხოძე არის და ის ბოლოზარის რაღაცებს ხსნით იმიტომ რომ დავიღალეთ რა უნდა წავიდეთ რა ბოლოზარზე არავინ არ დამპატიჟოთ საერთოდ რა გაუშვ პატრული არ გაიჩნდა მეგობრებო ეხლა მივდივართ თბილისში რომ მანქანის დაწყილები ვიყიდო მართლა ხალხო დედავს პიცა ვარ ძალიან ბევრს სწავლობ ამ მანქანაზე რა ალბათ გაინტერესებთ რატო მაგასი ჩამოსდარი საქმე. დავიყიდეთ რადიატორის ხუფიც რა. 6 ნაწილიდან მარტო ერთი და ეგეც რადიატორის ხუფი. აი ხუფი ხალისი არის? არა და ეგ რაში რა კომპანიები რო არის რა, რაღაცა ძალიან მაგარი კომპანიები, აღარ დავასახელებ ხა. ხო ეს მანქანა საქართველოშია თუ ისეც ცნობილია, სარეშუმაც გადაიღო. რაღაცა ნაწილები რო არ გამაგიჟე. თანანუ ელემენტარული პრაგლატკაც რა აქვს ხო? პრაგლატკას ვეჩები. რა სიტუაცია ხო. გამოგო დროისაბავია რა. აუჩი ხალხო ხა მოვედით ამორტიზატორები ვიყიდეთ და ბიარძის და Toyota 64-ში მოვედით რა აგეთ რომ ამ კაცს სულ ეს მანქანები ყავს. ირაკლი ქვია და აი ხა უნდა გავატარო პირველად ეს მანქანა რა. აგერ ახალი წყავს. მეორეც მოვდივართ თბილისიდან. მეორე და მესამე მეოთხეთი ვარ. მეოთხეთი ძალიან დაგვილები ვარ ძალიან. თბილისის ყველა წერტილში ვიყავით რომ ის გვეშოვა რაც გვაკლდა. ნუ რა ვიშოვით ყველაფერი რა. ორიგინალი ნაწილები გავაძრეთ ყველაფერი ვაფშე. თქვათ რამდენზე ვართ უკვე? ამ თვეში თქვათ ორ კვირაში. ორ კვირაში დაიხარჯა 10000 ლარა. მანქანა ჩამოყვანა გზის ფული და აქ ორამდე ჩამოყვანა 5000 ლარი. გაკეთება ასე შეიძლება 4300 ლარზე ვართ. და ხელოსანსაც ხოვნა მივიცეთ ფული. ავალ 5000 ლარზე მანდაც. მოგეთ ხალხო დამოუკიდებლობის დღეს მოვედით ახლა. გილოცავთ ყველას ვის მოგვიანებით უყურებ. ტანკები დგას. აი ამბავია ზარა აი შეხედეთ. ტანკში გინდა ხო ჩაჯდომა. მინდა მარა. აი არ გაგიმართლა ბავშვი არ ხარ რა. მე ბავშვობაში ვიჯექ ტანკში რა. და შენ ვერ აიხევს რა. გინდა რომ ვერ გენდობენ რო გაისროლო მე? იძეს საბუთი კი მაქვს. თან რო გაიგონო ნაცი ხარი ვარ. ხალხო თქვენ შეიძლება არ იცოდეთ მაგრამ თუ არის ნაცი ხარი ხო მართლა. არაფერი, კაი კაცი ხარ, წავედით, მოვედით ახლა რა. ჩემ მანქანას შევხედეთ, გამში საკაიფო თავედით, მაგრამ არა უშავს მაგას უკვე აღარ ვიცი. ეს თვითზე არის ჯერჯერობით რა, იქ ბამპერი უნდა მივამაგროთ. თორნიკე მირჩია, მოკლედ ამ მანქანის ყიდვა უნდა მეყიდა Ford Mustang-ი, მაგრამ თან ფიქრობდი მაგის ყიდვას ახლა მეყიდა თუ არა, იმიტომ რომ გაპასავებული არის. ნახეთ ხალხო რა ვიძე იქნება რა. ძალიან სადა და ლამაზი გამოვა საბოლოო ჯამში. და შუშების დაბურვაც უნდა გავაკეთოთ, თორე ეს ის 200%-ია დაბურულია შობელძაღ. და ხალხო აი ეს კიდე რა. ვერ შევავშინი ხალხო ეგ გატეხილი იყო. ისეთ მდგომარეობაში ჩამოვიდა მოკლედ სავალი ნაწილები ზრაოლი და ის უყოლა დანარჩენი რაც იყო ანუ როგორ მდგომარეობაში ჩათვალეთ ხალხო ყველაფერი ჩემი გამოსვალეთ. აზრით ანუ ამის წინამფლობა მანქანის ღირსი არ არის დაეთრია გოლფი და რა თუნდოდა. დედას ვიცი ვარ ყველაფერი გამოცვალეთ ვაფშე ანუ მეორადიც არა ახლები დავაყენეთ რა. ერთადერთი თავის რაც დარჩება იქნება ვიზუალი მოკლედ ვეგევრებო მანქანა გამოვიყვანეთ. ბამპერი კი მივამაგრეთ, მაგრამ გაზორებში არის შესასვლელი, კაპოტი და ყველაფერი. და ეხლა ვიდივართ ერთ კაცთან, ძალიან კარგი ადამიანთან, რომელიც გამგისწორებს მაგას ბავშვობაში კი ვყავარ დაცემვა. რანაირი ეს ცხოვრება რა. დავაი გავაშით ხალხო, ეხლა როგორ დადის? კი ხედავთ. კარგად რა. ბამპერი, კაპოტი, ყველაფერი მივასაზორეთ. თუ არ მეძინო და დახოდი მაგარი
დალეულია. მე ხო ავთოა. იდეალურად გამისწორა ზაზორები, კარგად ჩასვა ძალიან რა. პლუს ამას ლაბაოი შეცვალეთ გატეხილი რო იყო. იდეალური დავაყენეთ ესეც კოჩები ავასალეთ გასარეცხილებლად მანქანა. და უკვე მანქანა მზად არის. ძალიან დიდი წვალების შემდეგ. ორკვირიანი გადაბმული ხელოსნებთან ძრომიალის ნაწილების, რავი, აი ძებნის და უამრავი ხარჯის მერე ეს არის ჩემი ახალი მანქანა. ეს მანქანა გამოწერილი მყავდა, ძლივს ჩამოვიყვანე, იმიტომ რომ ბეწვზე მოვასწარე, რადგან კანონებში ცვლილება ქონა როგორც იცით, ფარები არის ორიგინალი ქარხნული, დისკებიც ქარხნული არის ჯერჯერობით, თუ რამეს დავაპირებ, სულიანეცებზე შეიძლება დაისვას ეს დისკები, რომ უფრო ლამაზი ვიდი კონდეს. ნუ საღებავი, ნორმალური საღებავი, ვერ ვიტყვი ხარ, რომ რაღაც სასწაული არის, არაყენია ქარხნული მხოლოდ ბამპერი, მაგრამ ბამპერი არის ორიგინალი. აბსოლუტურად სოჩებიდან დაწყებული, პრაგრადკებიდან დამთავრებული, ყველაფერი აყენია ხალხო ორიგინალი. მარტო სოჩებში მივეცი 400 ლარი, რა. 4 წელს სოჩიდან წარმოიდგინე. სტარტ-სტოპი არ აქვს, იმიტომ რომ 15-იანია, 16-დან უკვე აქვს ხოლმე ამ მანქანის სტარტ-სტოპი. ასე ჩვეულებრივ გადაწევ, გახსნის ზამოკ, მაგალითად დავხსნით მანქანა ეხლა. თავიდან აქვს ხოლმე cold start-ი ამ მანქანას. უნდა დაელოდო, მე ჩვეულებრივ დაბალ ხმაზე დადგება მანქანა. ეხლა მოკლედ მიცემ გაზ და აი მიახლოებით მიხვდებით. დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან სუფთად მუშაობს მოტორი, აი იდეალურად მუშაობს მოტორი. კიდე აქ გვაქვს ხალხო CarPlay, ნუ ამ მანქანას რაც მოყვება, მე მარტო მუსიკებისთვის ვიყენებ Bluetooth-ით. ჩემთვის ეს მანქანა საკმაოდ დამაკმაყოფილებელი არის, 200 ცხენიანი, მაგრამ თვითონ მანქანა არის 1200 კილო, ნუ მე მაკმაყოფილებს მართლა და ყველას გონია რომ უკან კაცი ვერ ეტევა. სიდენიებს არა უშავს ნორმალურ მდგომარეობაშია, სპორტული ვიდი აქვს მარტო აი ეს აქ პატარაზე რა. რაც შეეხება უკან დაჯდომას. ხო გონიათ რომ უკან კაცი ვერ დაჯდება. გადაწევ ამას. ერთი სიტყვით რო გითხრათ, გოგოების საყრის საშუალება გააქვს, მაგრამ წაბილწვის უფლება არ გაქვს რა. შოურ ჯდება ეხა კაცი რა, ვერ გეტყვით რომ ვერ ჯდება რა კაცი. ნატანჯი კუზაუ არ არის. კარგი კუზაუა, ლამაზია, ხუაზე ხარ. სიმართლე რომ თქვა, თუ მანქანას ვიყიდი, ჩემი მეორე მანქანა იქნება, ასეთი მოყოთ მექანიკა. ხო, ეს მანქანა არის ტიტრონიკი და მე ვიყიდი მექანიკას თუ ვიყიდი, იმიტომ რომ კარგი ბლოკირებული ხიდი აქვს და მექანიკით უფრო მაგრადი кайფებ ვიდრე ავტომატიკით. სად არის შენი პირველი მანქანა? რა უყავ? როგორც ნახეთ ამ ვიდეოში პირველი მანქანით მომივიდა ავარია. და ეგ მანქანა გავმართე და გავყიდე. ნუ გაყიდა, закончилась история. Конец фильма. So, არების დროს რისი შეგრძნება მაქვს? ძალიან ხისტი მანქანაა, ძალიან ხისტი. ყოველდღიურობისთვის ჩემი აზრით მექანიკაც ძალიან მაგარია, მაგრამ ჩემთვის მაგალითად ეს იმიტომ ვიყიდე ხალხო, რომ უბრალოდ ცოტა ხანი დავისვენო, ავტობანზე გავიდეთ, ჯერ იქ გავტესტოთ. ამ მანქანას აქვს რამდენიმე მოუდი, არის სპორტ მოუდი, არის ზამთრის მოუდი, VSC სპორტის ავარაუდოდ სადრიფტაო მოუდია, მაგრამ მაინც ვერ გაუგია მოუდს რა არის. აი ეს არის სადრიფტაო მოუდი. ეს უნდა ჩაურთო, დააჭირო დიდი ხანი და მანქანა იწყებს სრიალს. ასევე იმას დავამატებ, რომ ამ მანქანას აქვს ფუნქცია, თუ მოგიცურდა, არ მოგიცურებს მოკლედ მანქანას, თუ არანაირი მოუდი არ გაქვს ჩართული. არ დაგიბლოკავს, სწორად წაიყვანს საერთოდ რა. ამას თუ ჩაურთავ სპორტ მოუდს, წვა საერთოდ ზოგადად მანქანა ძალიან ცოტა სწავს თავიდან ბოლომდე, ალბათ ავტობანზე 7-6 ლიტრა მართლა. როდესაც ამას ურთავთ, წვას ამატებს შედარებით, თუმცა ბევრად სწრაფია მანქანა რა. ანუ ხისტი არის უფრო და აბაროტებს კიდე აი ნახეთ. აი ხა მაგალითად უცებ აი ხა ავედი რავი 130-ზე აბაროტი არ ჩამოვარდა სპორტ მოუჩი რომ მაგდატობლი რომ დავაჭირო კიდე ზემოთავა რა ასე. ფაზებს აჭერნებს კარგად სიჩქარეში თავს ძალიან სწრაფად. ტიპტრონიქს არ ვიცი ხა რამდენი ჯობია, მაგრამ კომფორტული არის ესეც. მანუალში აქ არის შიფტერები, მე ხუთი სიჩქარე უჭირავს ახლა, გადავთავთ მე-6-ში და უფრო ნაკლებს დაწოს. ან თუნდაც გვინდა უფრო სწრაფად წასვლა, გადავიდახ მე-4-ში და წავა უფრო საკაიფოდ რა. ძალიან კომფორტულია, არ მეგონა რომ ამდენად კომფორტული იქნებოდა, იმიტომ რომ მაინც არ არის ეს მანქანა კომფორტისთვის შექმნილი, ეს არის სპორტკარი. გათბობაზე, რავი, აი ისე უბერავს გათბობა. ზამთარში კონტი არ არის რომ რამე მოგაკლეს რა. კონდიციონერი საკაიფოდ უბერავს. გავაჩი, ნუ ყველაფერი მუშაობს მართლა იდეალურად რა. ყველა მანქანამ რა გამოცდილებაც დამიტოვა, ეგ გამოცდილება ჯერჯერობით მანქანას არ დაუტოვია არც ერთ, იმიტომ რომ ეს მანქანა ჩემით ნაყიდი არის და როგორც ისიც როცა შეინახილობ გაუთვალისწინებელი ხარჯებით ბევრია. ერთადერთი მინუსად რაც შეიძლება ჩათვალო, რაც ჩემი აზრით მინუსი არ არის, ცოტა მსუქან ძმაკაც ვერ ჩაისვავ რა.